საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. დღეს სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო პიროვნება, ორთაბძოლების დიდი სპეციალისტი, ბატონი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის მინისტრის მოადგილე, სპორტის აკადემიის პროფესორი და ბოლოს შავი ქამრის მფლობელი კონტაქტურ კარატეში. მადლობა. მოწვევისთვის მისალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან მიხარია და თავს გრძნობ შინაურულ გარემოში, რადგანაც საუბარი მოგვიწევს ორთაბძოლებზე. ბატონო ირაკლი, სპორტის სამინისტრო, როგორც ვიცით, ძალიან ბევრს აკეთებს ორთაბძოლების განვითარებისთვის. მე არ ვიძახი მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებზე. იგივე ჩვენი გადაცემის თემა რაც არის ნებისმიერი ორთაბძოლა, კრივი იქნება ეს სამბო, ქართული ჭიდაობა, კარატე, ნებისმიერი სახეობა, ყველა სახეობისთვის ახერხებს სპორტის სამინისტრო დახმარების და კოორდინაციის გაწევას. თუ შეიძლება მაყურებელს აუხსნათ თქვენი მიდგომა რა სხვაობა არის ოლიმპიურ სახეობებსა და არაოლიმპიურ სახეობებს შორის თქვენ მიდგომაში? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენი გადაცემის მაყურებლებს, ორთაბძოლების გულშემატკივრებს. სპორტის სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ პირველი პრინციპი რაც არის, ეს არის აღიარებული ფედერაციები. მათ შორის ორთაბძოლებშიც როგორც ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სახეობები. ეს არის ის პრინციპი იმისა, რომ ფედერაცია უყურებს და თვალყურს ადევნებს იმ საერთაშორისო ფედერაციების რეიტინგებს და წევრობას შესაბამის ავტორიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს შეიძლება იყოს ოლიმპიური სახეობები, შეიძლება იყოს არაოლიმპიური სახეობები, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ასევე ორგანიზაციები, რომლის წევრები არიან WADA-ს, ანუ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრები, რადგანაც ჩვენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებული ვართ, რომ მხარი დაუჭიროთ ისეთ ორგანიზაციებს, რომელიც სუფთა სპორტით არის ეგრეთ წოდებული წარმოდგენილი, სადაც პრინციპი არის სამართლიანობა და სუფთა სპორტი ყველანაირი ამ დოპინგის და იმის გარეშე. ეს არის აღიარების ერთ-ერთი პრინციპი. შემდგომი არის უკვე შეძლების დაგვარად დაფინანსების მიწოდება ფედერაციებისთვის, რომელიც განსაზღვრული არის ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდებისათვის. რაც შეეხება ორთაბძოლებს, ორთაბძოლებში ძირითადი საჭიდაო სახეობების გარდა, ოლიმპიური სახეობების გარდა, რომელიც ცნობილია, არ ჭირდება წარდგენა, ეს არის ძიუდო, ჭიდაობები, ბერძნულ-რომაული თავისუფალი. ასევე სპორტის სამინისტრო მხარს უჭერს და აფინანსებს ისეთ არაოლიმპიურ სახეობებს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და ხან არის ჩართული ევროპის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, როგორც არის სამბო. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული სახეობა ქართული ჭიდაობა და უკვე რაც შეეხება ორთაბძოლებს, ეს არის ისეთი სახეობები, როგორც ორი მიმართულების კარატე, ეს არის კონტაქტური კარატე და სპორტული კარატე, რომ დავაკონკრეტო, ეს აერთიანებს იმ საშეჯიბრო წესებს, რომელიც წესებითაც საერთაშორისო მასშტაბით არის გაერთიანებული ორგანიზაციები შესაბამის სპორტულ ორგანიზაციებში, ეს არის მსოფლიო კარატეს ფედერაცია, ეგრეთ წოდებული VKF-ი, სადაც სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია, ჩვენი ფედერაცია არის გაწევრიანებული. ეს მიმართულება ერთჯერადად იყო შეყვანილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და ასევე შეყვანილია ევროპის თამაშებში. კონტაქტური კარატეს მიმართულება არის VKO-ს, ანუ მსოფლიო კარატეს ორგანიზაციის წევრი, რომელიც ასევე არის WADA-ს წევრი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს კონტაქტური ეგრეთ წოდებული კიოკუშინკაის კარატეს სხვადასხვა სტილობრივ სახეობებს
სახეობებს, რომელიც კონტაქტური კარატეს წესებით ასპარეზობენ. ასევე არის აღიარებული და დაფინანსებას იღებს ისეთი სახეობა, როგორც არის ჩინური ორთაბრძოლები უშუ, რომელსაც აქვს თავისი საჩვენებელი გამოსვლებითაც და საბრძოლო სანდა. ძალიან ეფექტური სახეობა სხვათაშორის. დიახ, ისიც ასევე ძალიან პოპულარული და მზარდია, განსაკუთრებით ჩინეთის ჩინური სპორტის სახეობა. აღარაფერს ვამბობ ტაეკვანდოზე, რომელიც არის ოლიმპიური სახეობა და ამ მიმართულებით პარატაეკვანდოშიც უკვე ჩვენ გარკვეულწილად წარმატებები გვაქვს და ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზეც ალბათ გვეყოლებიან არა მხოლოდ ლიცენზიანტები, არამედ მედლის კანდიდატებიც. ასევე უნდა ვთქვათ ის ახალი ტალღა, რომელიც შერეულ საბრძოლო ხელოვნებებს გულისხმობს, ეს არის მსოფლიოს სამოყვარულო შერეული ორთაბრძოლების, ეგრეთ წოდებული MMA-ის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ჩვენი ეროვნული ფედერაცია, შერეული საბრძოლო სახეობების ფედერაცია, რომელიც ძალიან მზარდია და ატარებს ეროვნულ დონეზე ღონისძიებებს და უკვე შარშან ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში და წელსაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ საერთაშორისო ფედერაციასთან ეს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომ საქართველოში ჩატარდება ასეთი მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიება და საერთოდ რადგანაც ღონისძიებებზე ვსაუბრობ, მინდა გითხრათ, რომ სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება არის საქართველოში მაღალ დონეზე უმასპინძლოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს, რომელიც ეს როგორც სპორტის პოპულარიზაციას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. დიახ. ძალიან საინტერესო პერსპექტივები გამოიხატება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ საქართველოს უმასპინძლებს წელსაც და მე მგონი გაისადაც კიდევ კონტრაქტის მიხედვით ხომ არ მეშლება. დიახ, რამდენიმე წელი იქნება საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატი, ეს იქნება ასაკობრივი და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორისაც. შვენიერი. აი ამასთან დაკავშირებით ერთი ესეთი საინტერესო შეკითხვა მაქვს. აი ხშირად ხდება სპორტსმენების გადინება ქვეყნიდან. ხა ეს გამოწვეული არის ზოგი ბოდიშს მოიხდი რაღაც პირადი ახირებით შეიძლება ითქვა, ზოგი ძალიან დიდი კონკურენციით. ესეც პრინციპში მაგის ფუფუნებაც გვაქვს. წონაში იმდენი ძლიერი ყვა ზოგიერთ სახეობაში, რომ იძულებული არიან და ხდება ესე ვთქვათ გადინება. აი ამ გადინებას როგორ აღიქვავთ და პირიქით კადრების დაბრუნებასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა არის? აი ეს თემა მინდა გავიხილოთ. მოგახსენებთ, მე შევადარებდი საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით სპორტის ნაწილში ამ მდგომარეობას. 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო საქართველოსთან სპორტსმენების გადინება, ამის მიზეზი იყო მატერიალური მხარე და ჩვენ ვიცით საქართველოს სპორტის ისტორიაში არაერთი ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი, რომელიც წავიდა მიგრაციაში და სხვა ქვეყნის სახელით გახდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებების გამარჯვებული, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და ეს იყო მართლაც წმინდა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. დღეს თუ სპორტსმენების გადინება ხდება, ახლა ეს აბსოლუტურად თავისუფალი კონსტიტუციით დადგენილი და კანონმდებლობით მიღებული თემაა, უბრალოდ აქ სპორტსმენი წყვეტს მას სად უფრო უკეთესად შეუძლია თავის რეალიზება, როგორც შანსი მეტისადა. რა თქმა უნდა, როგორც სათამაშო სახეობებში, იგივე ორთაბრძოლებში და საჭიდაო სახეობებში. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული კონკურენციით, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ფინანსური მოტივაციით, თუმცა ფინანსური მოტივაციით მინდა გითხრათ, რომ საქართველოს განსაკუთრებით ოლიმპიურ სახეობებში, რა თქმა უნდა, არაოლიმპიურ სახეობებშიც, მაგრამ არა ისეთი დოზით, როგორც ოლიმპიურ სახეობებში, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში ფულადი ჯილდოების დაწესების კუთხით და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, იმიტომ რომ ჩვენი სპორტსმენები საკმაოდ მოტივირებულები არიან. რა თქმა უნდა, ისინი არა ამისთვის არ იბრძვიან და არ გამოდიან შეჯიბრებებზე და ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ იმისთვის, რომ პრემია აიღონ, თუმცა ეს ერთ-ერთი სამოტივაციო ნაწილია, ფულადი ჯილდოა, რომელიც სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ არის დადგენილი და მე ამისთვის მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მინდა გითხრათ, რომ მზარდია და კიდე იქნება მოხდება ამის ზრდა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან და ეკონომიკურ განვითარებასთან და როდესაც ეკონომიკა ვითარდება, შესაბამისად ის წამახალისებელი ჯილდოები, რომელიც განკუთვნილი
შესაძლებელია სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის, პირადი მწვრთნელებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ სპორტსმენები წარმატებულად გამოვიდნენ და მადლიერების ერთ-ერთი გვერდგვარი ფორმაც არის, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მადლიერება არის გულშემატკივარის და ქართველი ხალხის სიყვარული და სიხარული, რომელიც მოაქვს ჩვენს სპორტსმენებს. ასე რომ კონკურენციიდან გამომდინარე არის მეორე მხარე კიდე ამისა, რომ გარკვეულ საჭიდაო სახეობებში ხდება მიგრაცია სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა აქ უკვე ამას არეგულირებს შესაბამისი საერთაშორისო ფედერაცია. მაგალითად, ძიუდოს განსხვავებული რაღაც შეზღუდვის წესები აქვს, როგორც ეროვნულ ფედერაციას, ისე საერთაშორისო ფედერაციას. ასევე ჭიდაობასაც. იქ არის რომ რამდენიმე წელი ვერ გამოხვალ იმ ქვეყნის სახელით, როცა შეიცვლი მოქალაქეობას და აპირებ გადასვლას. ამიტომ ეს ამას ყველაფერს უკვე თავად სპორტსმენი წყვეტს, სად ურჩევნია, რამდენად უღირს, სად აქვს გათვლა 2 წლის შემდეგ რომ დაიწყოს ასპარეზობა სხვა ქვეყნის სახელით და ასე შემდეგ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის ქართული გვარები, რომლებიც ხდება ორთაბრძოლებში და ჭიდაობის სახეობებშიც, ზოგ შემთხვევაში განპირობებულია, რომ ზოგი იქ არის დაბადებული, ზოგი ბავშვობიდან იქ იზრდება და ამ ქართული გენიდან გამომდინარე, რომ კარგად გამოგდის ეს ორთაბრძოლები და ჭიდაობები, იქაურ ნაკრებებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ. აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს გაგიმხელთ, აი ამას პირველს თქვენ გიმხელთ, შემდეგ უკვე შესაბამის სახეობის ხელმძღვანელობას გავუმხელ. ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას საამაყო ამბავი არის. ყველას გსმენიათ ძვირფასო მაყურებლებო, ალბათ ლევან ლაგვილავა, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობდა, თვით ფედორ ემელიანენკოსთანაც კი ბრძოლა აქვს ჩატარებული, კინაღა მოიგო ჩვენ გადაცემაში განვიხილეთ ეგ. ემიგრაციაში არის, ტოლვილი არის, ზოგადად სოხუმელია, ემიგრაციაშია და საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ასევე ქართული მოქალაქეობაც აღიდგინა. მისი შვილები, ბიჭები თავის ასაკობრივ ჯგუფებში ერთი არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. წარმოიდგინეთ, რამხელა შედეგი არის. იუნიორებში, კადეტებში და ასე შემდეგ. ასევე ასპარეზობენ MMA-ში დიდი წარმატებით. ერთ-ერთი ვერსიით მსოფლიო ჩემპიონიც კი არის ერთ-ერთი შვილი. უკვე სრულწლოვანი გახდა. ის არის მძიმე წონოსანი. ასევე ლევანის ძე ლაგვილავა. ჩვენი მეგობრის შვილი. დაბადებული არის საფრანგეთში. ამ რამდენიმე დღის წინ მე არ ვიცოდი, გავიგე რომ ასევე ყოფილა საქართველოს მოქალაქე და მამამის უკვე გავესაუბრე და გამოითქვა ასეთი იდეა, აი ამ თბილისში ჩასატარებელ ნოემბერში ხო მე მგონი მსოფლიოს ჩემპიონატზე თან მძიმე წონა ძალიან დეფიციტი და რთული არის ყველასათვის, ხომ არ ეასპარეზა საქართველოს სახელით და მან ეს აცნობა თავის შვილს და სიხარულისგან, არ ვიცი, საფრანგეთის მოქალაქეა და ფაფახით გამოდის ხოლმე რინგი. სიამოვნებით შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატზე თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამის ფედერაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი კაბულაშვილი, ჩვენ შევთავაზებთ და არ ამგონია საინტერესო არ იყოს ეს საკითხი, მით უმეტეს ისეთ პრესტიჟულ წონაში, როგორც მძიმე წონა არის და სიამოვნებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქ დებულები და გამომდინარე, არ ვიცი, ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად კონტაქტურ კარატეში, როდესაც ჩვენ მასპინძლობთ ევროპის ჩემპიონატს, თუ წონაში არის დადგენილი 5 წონითი კატეგორიიდან თითო ქვეყნიდან 2 სპორტსმენის ასპარეზობა, როგორც მასპინძელს დამატებით 1 სპორტსმენის ასპარეზობის უფლება აქვს და ამ პრივილეგია აქვს, ამიტომ შესაძლებელია შევთავაზოთ ეს ეროვნულ ფედერაციას და ეს შესანიშნავი შანსი გამოიყენოს. როგორც სპორტსმენმა, ასევე ქვეყანამ. ძალიან კარგი. შერეულ ორთაბრძოლებზე გადავიდა საუბარი და ყველა საუბრობს, იციან თუ არ იციან, ჩვენთან ხო იცით ყველაფრის მცოდნეა. ილია თოფურიას მარცხზე გეიჯისთან. აი ამასთან დაკავშირებით თუ საჭიროდ ჩათვლით თქვენი აზრი მოახსენეთ ჩვენ მაყურებელს. კი ბატონო,
საკმაოდ მრავალფეროვანი შეფასებები მოვისმინე და წავიკითხე. მართალი ბრძანეთ, იმიტომ რომ გულშემატკივრებში ყველა სააქის განცდა, უცებ ყველა ექსპერტი ხდება ფეხბურთით დაწყებული, ორთაბრძოლებით დამთავრებული. ჩემი პირადი სუბიექტური შეფასება არის ის, რომ მას ძალიან კარგი შანსი ჰქონდა შეჯიბრების მეორე რაუნდში გამარჯვებით დაესრულებინა. მისი საბრძოლო ინტელექტიდან გამომდინარე, მისი ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, როგორც არის სისწრაფე, ძალა და გამძლეობა, მას ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მეორე რაუნდში ბრძოლა დამთავრებულიყო გამარჯვებით, იმიტომ რომ საკმაოდ მძლავრი, სწრაფი და გამჭოლი დარტყმები მიაყენა სპორტსმენს, როგორც ტანის და მუცლის არეში, ასევე თავის არეში. ასევე იყო შესაძლებლობა ქვეჭიტში, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სპორტსმენის მოწინააღმდეგე მხარის გამძლეობამ აჯობა ამ შემთხვევაში და ბრძოლა შემოტრიალდა, მაგრამ ეს ისეთი მომენტია, ორთაბრძოლა არის და თითოეულ წამის 1000-ს აქვს მნიშვნელობა. როგორც ფეხბურთში ძახიან ბურთი მრგვალიაო, აქაც შეიძლება წამის მუშზე მაგას ვერ იტყო. აქ არ არის მრგვალი. განა სიმრგვალის გარდა აქ არის ის ფიზიკური ფორმულა მუშაობს, რომელსაც ქვია აჩქარება F-ი უდრის M-ას, მასას გამრავლებული აჩქარებაზე და ეს წამის 1000-ში შეიძლება დასრულდეს საკმაოდ მძლავრი იმ სახელწოდებით, რომელიც სახელწოდება აქვს თქვენ გადაცემას. ნოკაუტით, ასე რომ ჩემი შეფასება როგორც სპორტული მხარის ეს არის ახლა დანარჩენი შეთქმულების თეორიები, ვერსიები, კომერციული თუ ფინანსური მხარეები, ამაზე მე ახლა ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაციაც და ახლა ადამიანს რაღაცა ეჭვი გაუჩნდეს ამ იმაში ეს დასაბუთება უნდა. ხო, დასაბუთება ჭირდება, ამიტომ ერთი ვიცი რომ ილია თოფურია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ძალიან გაუთქვა სახელი ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ და სხვა ბევრმა სპორტსმენმა და ამის წარმოჩინება ქვეყნის მოხდა ძალიან სწრაფად იმ გამარჯვებების ფონზე, რა პოპულარობას დღეს აქვს კონკრეტულად UFC-ს ვერსიას. მესმის ძალიან ბევრი მსმენია, შეიძლება სამართლიანიც, ობიექტურიც, სუბიექტურიც შეფასებები სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით. ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამაზე, შეიძლება ერთი გადაცემა მიუძღვნათ ან ცალკე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომენტი არის. მაგალითად, ევროპის კონვენცია სპორტის სახეობის კლასიფიკაციაში არსებობის ამ სპორტის სახეობისა. მეორე მხარე, როგორც კომერციული დატვირთვა და უდიდესი შოუ. მესამე, იმიჯი, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ასეთი პუბლიკის წინ გამარჯვება და ქვეყნის წარმოჩინებაც თავისი გარკვეულწილა პრესტიჟი აქვს და რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ სულ თვითონ სპორტსმენის შინაგანი მდგომარეობა და მხარეც, იმიტომ რომ რთულია ახლა მესმის ერთი ნაბიჯია წარმატებიდან ესე იგი ძალიან დიდ უზარმაზარ სიყვარულამდე და შეფასებამდე და წარუმატებლობისას იგივე ამ ძალის მერე საპირისპიროდ შემოტრიალებამდე. ექსპორტს თანდებს ყოველთვის. ილია ამას შეძლებს დადგება ფეხს. დარწმუნებული ვარ მისი ბუნებიდან, მისი ხას უსვავ რახან ორთაბრძოლებზე ვსაუბრობთ საბრძოლო ინტელექტიდან გამომდინარე, რომელსაც განსაკუთრებულად ჩანს ეს მის ორთაბრძოლებში. ამიტომ უკვირს ხალხს, თქვათ, რატო არ მოხდა ამ ინტელექტის გამოყენება მისი უპირატესობისა, რომელიც მეორე რაუნდში გააჩნდა მას. მაგასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. რატომ არ მოხდა რეალიზება ყველაფრის, რაც საჭირო იყო. მე ამას ფართო მაყურებლის წინაშე პირველად ვიძახი 1-2-მა ჩემმა ახლობელმა და 1-2-მა სპორტსმენმა თუ იცის თითებს ჩამოსათვლელმა ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ. ყველას გვახსოვს აც განსვენებული გურამ გუგენიშვილი, რომელიც იყო M1 ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, დაუმარცხებელი და ზოგადად წინვალი ადამიანი. პირველად როცა მოვიგეთ ეს ტიტული, ეს მოხდა 2010 წლის შემოდგომაზე. შემდეგ უკვე რამდენიმე თვეში დაგვინიშნეს ტიტულის დაცვა.
დაცვა პრეტენდენტი იყო რუსი მოქალაქე, რუსეთის მოქალაქე გრიშინი. და როდესაც ჩვენ ჩავფრინდით მოსკოვში ბრძოლაზე, მთელი რუსული არხები, ეს იყო უკვე 2011 წლის თებერვალი. მთელი იქაური არხები აჭრელებული იყო პროპაგანდით, კი ბატონო, თავისი მხრივ ეს სწორი არის, თავისიანს გულშემატკივრობდნენ. ის იყო ასევე რუსული ჯარის ოფიცერი და აი ჩვენი ოფიცერი გრიშინი და პროპაგანდა მიდის, ძალიან მაგარი რა. და ეგრე კეთდება ყველა ქვეყანაში. ეს გასაგები არის. აი ერთი მომენტი იყო იქ. ყველას ჰქონდა სასტუმროში კვება. ჩვენ რუსებს, ამერიკელებს ერთად შევდიოდით რესტორანში და განსაზღვრულ დროს განსაზღვრული რაციონი ჰქონდა კვების. როდესაც შევედით მე და გურამი თავისუფლად ვსხდებოდით ხოლმე და იქ მოქონდათ საჭმელი. მიგვითით ეს არა თქვენ კონკრეტულად აი ამ მაგიდაზე ტაჯიკი თუ ძალიან გამიგვირდა. დავსხედით მხოლოდ ჩვენ გვერდით არც ევროპელები, არც ამერიკა არ არის, მხოლოდ ჩვენ დავსხედით. მოგვიტანეს პირველი, მეორე და ასე შემდეგ გემრიელი საკვები იყო და სასარგებლო სპორტული. იცი რა არის, ცოტა რო იტყვიან გულმა რეჩხი მიყო. და ისე გავითამაშეთ მე და ცხონებულმა გურამმა რაც პიმპილი ჩაუყარე და ვაიმე რამდენია რა არისო და აღარ მინდა და ეგეთი რაღაცები ჩავატარეთ რომ არ შეჭამა და მე შევჭამე ის საკვე პირველი მეორე გემრიელი იყო მთელი საღამო და მთელი მეორე დღე ვიყავი გაბრუებული მე პირადად რომელიც ჩვენივად გრძნობდი თავს და ასე შემდეგ. მთელი დღე და მეორე დღე ოფიციალურად გეუბნებით ხალხო. ვიყავი გაბრუებული. არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო. არ ვიცი. და მოდით პარალელი გავავლოთ იგივე თოფურიას ბრძოლასთან, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ ვარაუდის დონეზე ყველაფრის მოფიქრება შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, შედეგის უკან ბევრი რაღაცა შეიძლება იდეას სხვათაშორის, რასაც თქვენ ამბობთ, ახლა მე გამახსენდა და მსმენია რამოდენიმე ფაქტი ოლიმპიურ სახეობებში, განსაკუთრებით ძალოსნობაში, სადაც მომხდარა შეკრებებზე, მათ შორის საერთაშორისო კემპზე ისეთი ფაქტები, რომელიც გამიზნულად მოწინააღმდეგეს შეიძლება დოპინგის შემცველი რაღაცა ჩაუყარო, შემდეგ მის შემოწმებაში აღმოჩნდეს მიღებული დოპინგის და რა თქმა უნდა და ასეთი მადლობა ღმერთს გურამმა გაიმარჯვა იმ ბრძოლაში წარმატებით დაიცვა კამარი და თავს შესანიშნავად გრძნობდა ჩემგან განსხვავებით აი ესეთი რაღაცაც დიახ ნუ როდესაც დიდ ტიტულებზე მათ შორის ფინანსებთან ხდება ეს ყველაფერი ნუ ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს მაგრამ ამას ჭირდება გამოძიება ფაქტები და დასაბუთება იმიტომ რომ რთული ამაზე საუბარი თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა თქმა უნდა როცა ესეთი მომენტები დგება ამიტომაც ზოგიერთები იკვებებიან ცალკე მიდიან თვითონ უზრუნველყოფენ ჩვენ კონდა ერთ-ერთ სპორტის სახეობაში ასე ვთქვათ ძალოსნობაში ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენი გამოდიოდა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთში უწევდა და ჩვენ წინასწარ თადარიგი დავიჭირეთ გარკვეულწილად დაცვის უზრუნველყოფით და მათ შორის კვების ორგანიზებითაც და მაშინ ძალიან უფრთხილდებოდით იმიტომ რომ ჩვენთვის ის შედეგი რაც ახლა დგას და ყავს ლეგენდა ლაშა ტალახაძე ზუსტად იმიტომ არის რომ მწვრთნელთა შტაბმა ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გამختارიყო სუფთად და პატიოსნად სპორტული პრინციპებიდან ყოველ რამდენიმე თვეში თხოვლობენ შემოწმებას როგორც მე ვიცი ძალიან ხო და ახლა ორთაბრძოლებში განსაკუთრებით ის სახეობები აი რომელიც გითხარით ჩვენ რომელსაც სამინისტრო აღიარებს და აფინანსებს სწორედ მაგ პრინციპით არის რომ ყველა აღიარებული და დაფინანსებული ფედერაცია შესაბამისად რომელი საერთაშორისო ფედერაციის წევრიც არის ის უნდა იყოს აუცილებლად ვადას წევრი სადაც ხდება აი ამის შემოწმება და ნუ ეს ერთ-ერთი პრინციპია სახელმწიფოსი არა მარტო ჩვენი ზოგადად სოფლიოში ესეთი მიდგომა არის კომერციული შოუები რომელთაც ეს არ აქვთ იგივე შეიძლება კომერციული მკლავჭიდი იყოს ან კომერციული ორთაბრძოლების რომელიმე სახე იყოს იქ არ არის არც აკრძალული ამის მიღება
მოწმდება. უბრალოდ არ მოწმდება და იქ უფრო ის არის, ის კი არა, უფრო მეტიც ახლა მოვისმინე, რომ ოლიმპიური თამაშების პარალელურად ამერიკა აპირებს ისეთი თამაშების ჩატარებას და უკვე დატესტეს კიდეც, სადაც პირიქით არ გაისინჯება კი არა, დაშვებულია ყველაფერი. ხო, და ნუ ეს ახლა იმ ოფიციალური სპორტული ორგანიზაციებიდან რამდენად წარდგება ეს სპორტის განვითარება ძნელი საკითხია. ხო, ნუ ამას კიდევ ერთხელ ამბობ, აქვს ადამიანის შესაძლებლობებს, პლუს ემატება ის პრეპარატები, რომელიც უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანმრთელობისთვის პირადად გათვალისწინებ მომაკვდინებელი სამომავლოდ სპორტსმენისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ იქ მიღწეული შედეგი იმდენად შეიძლება არანორმალური იყოს და ვთქვათ რეალობისგან გაცილებით უფრო მაღალი, რომელიც ისევ შოუს ნაწილი და ელემენტია და ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რას უშვებს სპორტსმენი და მცვლელი როგორ გამოაყენებინებს თავს ახლა ამისთვის საკუთარ თავს ეს უკვე ადამიანის პირადად თავისი გადასაწყვეტია. მოდით დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს წელს საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა ევროპული და მსოფლიო დონის ჩვენი ძიუდოისტების წარმატება უკვე ბევრჯერ განვიხილეთ. აგერ ამას წინათ ძალიან რამდენიმე კვირა გავიდა, ძალიან ცოტა დრო გავიდა. საქართველოს უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კიოკუშინკაი კარატეში, რომელზეც საკმაოდ წარმატებით გამოვიდა საქართველოს გუნდი. გთხოვთ ეს თემა განვიხილოთ. სიამოვნებით, განსაკუთრებით ამ შინაურ თემას ძალიან დიდი სიამაყი და სიამოვნებით აღნიშნავ. კარატეს ევროპის ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი, ორთაბრძოლებს რაც შეეხება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მართლაც ტრიუმფალური გამარჯვებით ჩატარდა და დამთავრდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი, იმიტომ რომ ყველაზე ბევრმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა მიიღო მონაწილეობა. 40-ზე მეტი ქვეყანა იღებდა ამაში მონაწილეობას და ეს იყო ერთ-ერთი პრესტიჟული კონტინენტალური შეჯიბრი, რაც აქამდე ჩატარებულა ევროპის ჩემპიონატებში. და მან დავიღეთ ყველაზე მეტი მედლები. კი ბატონო, და ავიღეთ და წარმატებით ვიასპარეზეთ. ასევე სამბოში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. აქ მინდა გითხრათ, რომ ორივე დისციპლინაში, როგორც სპორტულ სამბოში, ასევე საბრძოლო სამბოში, ორივე დისციპლინაში ჰქონდა წარმატებები, სხვადასხვა სინჯის მედლები და აქაც ტრადიციულად საქართველოს ძლიერად არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კონტაქტურ კარატეს, რომელიც ძალიან პოპულარული და შედეგიანია განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად ბოლო 3 წელია საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები პირად გუნდურ ჩათვლაში ევროპაში პირველ ადგილზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის მასობრიობა, რაც სპორტის სამსახიობაში წამოვიდა და შემდგომ ჭაბუკები, ახალგაზრდები და თაობათაც უდიდებში წარმატებით მიმდინარეობს და შედეგი მზარდია, რაოდენობით მედლებით საკმაოდ კარგი რაოდენობის მედლები ავიღეთ ახალგაზრდებშიც და დიდებშიც ჯამში 15 მედალი იქნა მოპოვებული. და გარდა ამ წარმატებისა, რომელიც ახალგაზრდულ, ანუ 18 წლამდელთა ნაკრებს ჰქონდა 3 ოქროს მედლით და დანარჩენი სხვადასხვა სინჯის მედლები იყო, ასევე დიდებში 2 ოქროს მედალი, მამაკაცებში მოპოვებული, ქართული ფინალი 2, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ქვეყნები ასპარეზობენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როგორც არის უნგრეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, რუმინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ძალიან ძლიერი ქვეყნები ასპარეზობენ და აქაც საკმაოდ ბევრი მონაწილე იყო ჩამოსული, ბევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მინდა გითხრათ, რომ შეჯიბრების ორგანიზების თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი. რამას მხოლოდ მე არ ვიძახი, მე გახლავართ საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ფედერაციაში, კარატეს ორგანიზაციაში და ჩვენ ოფიციალურად ევროპის ფედერაციიდან მივიღეთ წერილი, არა მხოლოდ სამადლობელი, არამედ შეფასება, რომ ჩვენ დავადგინეთ ახალი კრიტერიუმები ევროპის ჩემპიონატის ჩატარების და მასპინძლობის კუთხით და ძალიან კარგი
ასე ვთქვათ, ესტაფეტა გადავეცით შემდგომ ქვეყანას თამასა ავწიეთ და მომავალ ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე რაღაც წესები, ასე ვთქვათ, დავადგინეთ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სპორტულ შედეგთან ერთად უკვე მივახციეთ იმას, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ და რადგანაც კონტაქტური კარატე ვახსენეთ, მინდა თქვენს მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი იმ თაობის ჩვენ ერთი თაობის წარმომადგენელი ვიყავით, რომლებმაც გააგრძელეს გურამ ბარაბაძის, ავთანდილ შენგენიას, იმ პირველი თაობების ოთარ გელაძის, ზურა კობაიძის, შემდგომში ძმები ბიძაძეების ის ისტორია, რომელიც დღეს უკვე წარმატებულია და თუ ჩვენ მაშინ გვიხაროდა საერთაშორისო რომელიმე ტურნირზე 1-2 ბრძოლაში გამარჯვებაც კი, დღეს უკვე პრეტენზია გვაქვს და უმედლოდ პრაქტიკულად არც ერთი შეჯიბრებიდან არ ბრუნდებით და აგერ უკვე სადასა 45 წლის არის უკვე ეს ისტორია, ეს არ არის პატარა უკვე და ამ კონტაქტურმა კარატემ თავისი კვალი უკვე საკმაოდ და კარგად დააჩნია. ფილმის გადაღება არის. დიახ, სარგებლობ შემთხვევით და ექსკლუზიურად პირდაპირ თქვენს ეთერში ვაცხადებ პირველად, რომ საკმაოდ კარგი ჯგუფი ბატონ რეჟისორ გოგი თორაძის ხელმძღვანელობით ის ცნობილია სპორტული მხატვრული დოკუმენტალური ფილმების გადაღებაში საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის დაკვეთით იღებს ფილმს ამ 45 წლის ისტორიის როგორ შემოვიდა საქართველოში, როგორ მოხდა მისი პირველ ეტაპზე, საწყის ეტაპებზე განვითარება, პირველი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ჩვენი სპორტსმენების და წებული აი უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატით დამთავრებული და გადმოგცემთ რაც კი ძველი მასალები. ძალიან მადლიერი ვიქნები თქვენი და აუცილებლად აღინიშნება ეს იმ ფილმშიც, რომ ამ ფილმში შევეცდებით, რომ ყველანაირად მხატვრულ დოკუმენტალურად მოხდეს ამ ვაჟკაცური სპორტის სახეობის წარმოჩინება და საქართველოში განვითარების ისტორია და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონტაქტურ კარატეში უკვე მესამე თუ ასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს. პირველად იყო 2016 წელი, შემდგომ 2021 წელი თბილისში და წელს უკვე ბათუმმა პირველად უმასპინძლა და ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი იყო ძალიან კარგად წარმოდგენილი და არა მარტო კონტაქტურ კარატეში ბათუმი ზოგადად ქართული სპორტის ერთგვარი ხაბი გახდა საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისას. მაყურებელს მინდა აუხსნა, რაზე არის საუბარი. კარატე ძირითადად ორ ნაწილად არის გაყოფილი, სპორტული, ოლიმპიური, სადაც ესე ვთქვათ, მიდის პირობით დარტყმების დაფიქსირება და აგერ თუნდაც კიოკუშინკაი და მსგავსი სახიობები, სადაც სრული კონტაქტი, ნოკაუტი, ნოკდაუნი და ასე შემდეგ. აი ეს არის მცირე განსხვავება. ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. და როგორც ჩვენთან ეტყვიან, ოს დიდი მადლობა მოწვევისთვის და მრავალ გამარჯვებებს გისურვებთ. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლეთ. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესი.